სერგეი მაგნიცკი იყო ადამიანი, რომელიც აწამეს და მოკლეს რუსეთის ციხეში იმის გამო, რომ მან ამხილა კორუფციული სქემა. ამაზე მე პუტინი გამოვიდა და გააკეთა კომენტარი, რომ კი, ეს რაც იყო ტრაგედია, მიუღებელი, მაგრამ ხა ნუ იგონებთ, რომ ეს სისტემური ამბავია. ეს იყო ცალკეული შეცდომა, გადაცდომა, ჩვენ ხედავთ, რომ ზუსტად იგივეს ლაპარაკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იმაზე თუ რა ხდება ქუჩაში. როცა მართლაც ერიკ კანტონასავით ურტყავს სპეცრაზმელი მომიტინგეს, როცა ქალებს და ახალგაზრდებს უსწორდებიან ტიტუშკები და პოლიცია მას საერთოდ რეაგირებს, მაქსიმუმ რაც შეიძლება რომ თქვას ხელისუფლების წარმომადგენელმა არის, რომ იცი ეს რაღაც ცალკეული გადაცდომა იყო. ანუ ისინი არ აღიარებენ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. სისტემური პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, მაგრამ რადგან სისტემა არავინ არ დაშალა, სისტემა არავინ არ დაანგრია, ეს სისტემა არის იგივე. ამ სისტემას ჩვენ ან დავასრულებთ, ან სხვა შემთხვევაში სულ იქნება რისკი, თუნდაც რაღაც შეიძლება რამდენიმე თუ რამდენიმე წელი რაღაც იყოს შედარებით წყნარი მდგომარეობა, ყოველთვის არის რისკი, რომ ადამიანს უბრალოდ ფეხქვეშ გათელენ, ადამიანს აწამებენ, ადამიანს მოკლავენ, თუ ეს სისტემა არ დაიშალა.